ანონიმური ჯგუფები გურამ დადიანიძის საქმის ძიებას განაგრძობენ და დამატებით დეტალებს აქვეყნებენ. მათი ინფორმაციით საქმის ერთ-ერთი მოწმის ნოდარ კიკნაძის სახელზე 2014 წლის 11 ივნისს რუსული პასპორტი გაიცა. ეს კი ის დღეა, როცა კიკნაძე დადიანიძესთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით 2 წლის წინ ის დაკარგული მოზარდის დედას დაუკავშირდა და უთხრა, რომ ყველაფერს მოუყვებოდა, თუმცა ზარიდან მეორე დღეს მან კომუნიკაცია უარყო. კიდევ ერთი გაუჩინარებული მოზარდი ოჯახი 13 წლის წინ დაკარგულ დარეჯან დიასამიძეს ეძებს. მათი ინფორმაციით 17 წლის გოგონა 2013 წლის აგვისტოში ბიძის სახლიდან გაუჩინარდა. ოჯახი აცხადებს, რომ პროკურატურამ საქმე გააყალბა და თაროზე შემოდგა. სამართალდამცველებმა ოჯახის გაჩუმებას სცადეს, წერს გოგონას ახლობელი სოციალურ ქსელში. ირაკლი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე თავს მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში დაიცავს. ასე ეხმაურება ექს-პრემიერისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებას მისი ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი. ყარიბაშვილის ცოლის და ამავდროულად მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია. ეს უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე უჩვეულო სამხედრო აღლუმით აღნიშნა. ჯარისკაცებისა და ტანკების ნაცვლად კიევის ქუჩებში საბრძოლო რობოტები გამოჩნდნენ, დნეპრზე საზღვაო დრონებმა გაიარეს საშიკი უპილოტო აპარატები აფრიკა. ეს მსოფლიოში პირველი მსგავსი სამხედრო აღლუმია, რომელიც მთლიანად უპილოტო სისტემებით იყო დაკომპლექტებული.